აი იცით რა მაინტერესებს, რამდენი ვიდეო იყო იმ დისკზე, რომელიც თქვენ გადმოგცეს ბატონო გიორგი. 3 კვირის განმავლობაში რატო დაიგვიანა მოკვლევა? შაბათის ეთერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმ ინსპექტორს მიაგნო, რომლის პატაკის საფუძველზეც პოლიციელების მიერ 3 მოქალაქის სასტიკად ცემის საქმეზე გამოძიება ამ უმძიმესი დანაშაულიდან 3 წლისა და 6 თვის შემდეგ დაიწყო. ჩვენს ხელში აღმოჩნდა რეზონანსული საქმის დოკუმენტები და დისკები. კაცი, რომელიც გარბის პოლიციელი გიორგი ხიდაშელია. 2026 წლის 4 თებერვალს მან გენერალური ინსპექციის მაშინდელ უფროს დავით არჩვაძეს მიწერა, რომ უცნობმა პირმა მისცა დისკი, სადაც პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემა იყო აღბეჭდილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სადისტური წესებით მოქალაქეების ცემის საქმეზე პატაკის შედგენიდან კიდევ 19 დღე დასჭირდა, ვიდრე პოლიციელებს დააკავებდა. 3 კვირა რას აკეთებდა გენინსპექცია? 3 კვირის შემდეგ როგორ მოახდინეს დაკავება ამ ადამიანების? რას აკეთებდნენ ამ ხნის განმავლობაში? CD-ზე რამდენი დისკზე რამდენი ვიდეო იყო? შეიცავ. ვისაც უნდა მიმართოთ რა გინდათ უნდა მოგმართოთ ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით პატაკის ავტორი. საიდან გაჩნდა გენერალურ ინსპექციაში დისკი, წამების ამსახველი ვიდეომასალით. IT ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელმაც პოლიციელების ჩატი გახსნა, ამბობს, რომ ნანახი აქვს 33 ვიდეო. საქმეში დევს 5. გენინსპექციის გამომძიებლებს ვეკითხებით, სად წავიდა დანარჩენი ვიდეომასალა. შეისწავლეთ, რომ დანარჩენი ვიდეო მტკიცებულებები არ არსებობდა და სხვა დანაშაულები არ იყო. რამდენი დანაშაულები თქვენ ხო იცით? არსებობს ინფორმაცია, რომ 33 ვიდეო ფაილი არსებობს კიდევ. შეისწავლეთ ეს საკითხები ბატონო გიორგი, ვერ შეგეშვებით. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში შედგენილი დოკუმენტები, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ პოლიციაში ხალხის წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ დისკით მიუტანა გენინსპექციას და ასე გაიგეს, რეალურად მობილური აპლიკაცია WhatsApp-ით გაგზავნილი კადრებია. შესაძლებელია გადაგზავნის თარიღის დადგენაც. 2026 წლის 2 თებერვალი. ეს სავარაუდოდ ის დროა, როდესაც სისტემამ შეიტყო, რომ წამების კადრები შეიძლება ჟურნალისტებამდე მისულიყო. ვისი საჩივრის გამო მოუწყეს 3 მოქალაქეს წამების საათები ქობულეთის პოლიციაში. ირკვევა, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან ქობულეთში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქის ევგენი ელისეევის საჩივრის საფუძველზე მოხდა. ელისეევი ქობულეთის პოლიციას იმ ჯიბის ქურდის დასჯას თხოვდა, ვინც მას ტელეფონი ამოაცალა. ეროვნებით ვარ რუსი და რუსეთის მოქალაქე. 2022 წლის 29 აპრილს ჩამოვედი საქართველოში საცხოვრებლად 6 თვის ვადით. დღეს გასული ვიყავი სახლიდან. ქუჩაში ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ჯიბეში ჩამიდო ხელი. რა დროსაც შემოვტრიალდი და დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა ჩემი ჯიბიდან საფულის მოპარვას. იმ დროს ხელში მეჭირა ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გაიტაცა. გამოვედევნე, მაგრამ 10 მეტრში ფეხი დამიცდა. ჩემი თხოვნა, აღნიშნული პიროვნების პოვნა, ჩემი ნივთის დაბრუნება და მისი დასჯა კანონის ფარგლებში. რუსეთის მოქალაქე ჩვენებაში წერს, რომ ტელეფონი ერთმა ჯიბის ქურდმა გასტაცა, თუმცა პოლიციაში 3 ახალგაზრდა გადაიყვანეს და სასტიკად ცემეს. ითხოვდნენ ისეთი დანაშაულის აღიარებას, რაც არ ჩაუდენიათ. არის ერთი საეჭვო გარემოება. 3 პოლიციელიდან, რომელიც წამებაში მონაწილეობდა, არც ერთი არ იძიებდა ტელეფონის ქურდობის ამბავს. ბატონო ოლე, გამოკითხვაზე არ იყავით თქვენ ხო პოლიციის განყოფილებაში ბრძანდებოდით 2 ივლისს 2022-ში, მაშინ როცა ელისეევი გამოკითხეთ. არ გესმოდათ ხმები განწირული ადამიანების ბატონო ოლეგ? თქვენ თვალწინ აწამებდნენ ადამიანებს უკანა ოთახში პოლიციის განყოფილებაში. ჩემ თვალწინ არავინ არ უწამებიათ და თქვენ მიბრძანდებით საერთოდ დირექტორ. ტევე პირველიდან გაწუხებთ შაბათის ეთერიდან სალამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებით, რომელიც ჩვენ კონფიდენტმა მოგვაწოდათ, გინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებებს გამომძიებელი ოლეგ გოგიტიძე ატარებდა. მან გამოკითხა ევგენი ელისეევი. ახლა ჩნდება კითხვა, მაშინ როგორ გაჩნდნენ ქუთაისიდან მივლენილი პოლიციელები ამ საქმეში.
მსგავსი ფაქტი მე არ ვიცი, არ გამიგია და არ გამიგონია. როგორ არ გაგიგიათ, გასაჯაროვდა მასალაც არსებობს და თქვენი კოლეგები ამ ფაქტებს იღებდნენ კიდევაც და საერთო ჩატებში აზიარებდნენ. თქვენ ხო არ იღებდით შემთხვევით ბატონო ოლეგ? როგორ გეკადრებათ, კარგად წამდებოდეთ თქვენ რაიმე იმით მოგზავნილი ხო არ ხართ, რაებს მელაპარაკებით. პოლიციის მასალებში, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა, დგინდება, რომ გამოძიება ევგენი ელისეევის ტელეფონის ძარცვაზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი გამყრელიძის განკარგულების საფუძველზე გაიცა. ის ამ დრომდე თანამდებობაზეა. ჩვენ ვერ მივაკულიეთ მის ჩვენებას პოლიციის ფაილებში. ჩნდება კითხვა, როდესაც განყოფილებაში ხალხს აწამებდნენ, სად იყო უფროსი ან სხვა თანამშრომლები. არაფერი არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. ამის უცვიცა არაფერი არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. გამყრელიძე სატელეფონო ზარებზე და არც შეტყობინებებზე არ გვპასუხობს. ვის ადებენ ხელს უმძიმესი ბრალდებით დაკავებული პოლიციელები. შაბათის ეთერს მიაწოდეს განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ყოფილი პოლიციელის ბექა კუხალაშვილის დაკითხვის აუდიო ჩანაწერი. ის ფიცის ქვეშ ამტკიცებს, რომ კადრებში, რაც მთელმა საქართველომ ნახა, არ არის. გაჩნევასაც რაც შეეხება, არ ვიცი, არის მხოლოდ ერთი ინფორმაციული პატაკზე დამყარებული, რომელი ინფორმაციული პატაკსაც წერს თანამშრომელი, რომელიც პირადად არც მიცნობს საერთოდ შეხება არ ქონია ერთმანეთთან, ალბათ განახილს არ ყავა. არც ერთი. ჩვენთვის უცნობია განაშაული, რასაც გადავედა პროკურატურა, ბრალდების მხარე, მუშაობა დავიწყეთ 18 წლის ასაკიდან. ანუ სრულწლოვანი როგორც გავხდი, როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, რომ ემსახურა ჩემი ქვეყნისთვის დავიწყე მუშაობა და მას მე პირნათლად ვერავინ ვერ იტყვის და ჩემ პირად საქმეშიც არის წარმოდგენილი. ერთი სიტყვიერი შენიშვნაც არ მომიგია რაიმე გადამეტებაზე, სამსახურებრივ გადამეტებაზე ან მსგავს ქმედებაზე, რაც გამორიცხავს მე მგონი ჩემ მსგავს ხასიათს. გენინსპექციის ინსპექტორის პატაკი პოლიციელი კუხალაშვილისთვის სანდო არ არის. 4 წუთის განმავლობაში ის მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ გამოძიებას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მის ბრალს გამოავლენს. ვიდეოზე კი, რომელიც საქმის მასალებში დევს, უბრალოდ ის არ არის. არ ვიცი, ასეთ რაღაცაზე არაფერზე დაყრდნობით, რომ პატიმრობას მოვიწევთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და არც მომჩივანი არ ყავთ საქმეში და როცა საქმეს ასეთ საქმეს მედავებით და თან პატიმრობას მოითხოვთ, ჩემი აზრით არ არის სამართლიანი ეს ყველაფერი. ის რომ კუხალაშვილი ფიცის ქვეშ ცრუჩვენებას აძლევდა დასტურდება საგამოძიებო მასალებით. ჩვენ დოკუმენტებს შორის მივაკულიეთ მტკიცებულებებს, როგორ დაადგინეს მოძალადე პოლიციელის ვინაობა. ფოტოები, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა და ტატუები, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა. დაზარალებულზე რაზე მოქმედება უნდა მოვახდინო, როდესაც მომჩივანი არ ყავს. დაზარალებული არაფერს ვინ არის არც ვიცნობ, ჯერ ერთი ვიდეო, რომელიც წარმოდგენაც არ მაქვს, რა ვიდეო არის. ბექა კუხალაშვილი ფიცის ქვეშ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ დაზარალებული არ ყავს. ეს 24 წლის დავით გეწაძეა. მის მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა. დავით გეწაძის ბები აყვება, რომ მისი შვილიშვილი სასტიკი ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა. არაფერი არ ვიცი. ამის უცვიცა არაფერი არ ვიცი. დასისხლიანებული ბავშვები მევიდნენ რა. სამოდასისხლიანებული იყო? მაგლები არ ვიცი, მე ცალკე მყავდა გაჩობილი ჩემი რიგი. ვინები მოვიდნენ დასისხლიანებულები? მილიციის ნაწმევი, აბა კაი იყო. სად ქონდა დაზიანებები? შეგიძლიათ მითხრათ, რო ჩამოვიდა ქობულეთიდან იმ წელს? არ ვიცი, გენაცვალე, არ სახის არეში თუ სად ქონდა დაზიანებები? ყველგან. ახლა. ანზე ქონდა? დალურჯებების ქონდა? აბა ისე უმოწყალოთ რა ჩემე. ბებია იხსენებს, რომ შვილიშვილი ქობულეთიდან ქუთაისში დასისხლიანებული დაბრუნდა. დალურჯებები დავით გეწაძეს მთელ სხეულზე ქონდა. პოლიციისათვის ქუთაისში დაბრუნებულ ბიჭს არ უჩივლია, რადგან ბებიის თქმით ქობულეთიდან დაშინებული დაბრუნდა.
არ უნდა, ხო, იმიტომ არ უნდა, რომ დაშინდეს მაგნიტ ბოლქები ვინ დააშინეს პოლიციელებმა? ალბათ, რა ვიცი. და მაგიტო არ ლაპარაკობ. ხო, არ ლაპარაკობ. რასაც ოჯახი არ ყვება კამერების წინ, თავად გეწაძემ აღწერა დაკითხვის დროს. ჩვენ ეს დოკუმენტიც მოვიპოვეთ. ვიდეოზე არსებული ჩანაწერი ასახავს რეალურად მომხდარ ფაქტებს. ის არ არის დამონტაჟებული. პოლიციის თანამშრომლებმა იმიტომ განახორციელეს აღნიშნული ფაქტი, რომ თვლიდნენ, რომ მე მოვიპარე ტელეფონი. ჩემგან უნდათ მიიღოთ აღიარებითი ინფორმაცია თუ სად მქონდა ეს ტელეფონი. ვიდეოზე ნაჩვენები ორი პოლიციელის ქმედების შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი. გეწეძის ბებია ამბობს, რომ შვილიშვილის ზღვაზე დასასვენებლად დაზარალებულებთან გვანცელაძესთან და გიშმარაიასთან ერთად არ ყოფილა. ის დასასვენებლად ქობულეთში ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა. გადაიყვანეს თუ არა გეწეძესთან ერთად პოლიციის სამმართველოში მისი ნათესავებიც და იძალადეს თუ არა პოლიციელებმა მათზეც. ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. თორნიკესთან ერთად იყო, ედუარდთან ერთად იყო. არა. აბა, ვისთან ერთად იყო? ეს ცალკე იყო. აჰა. თუმცა ეს უგნელები არიან, ხო, ყველა ერთად მიციქ იყვნენ. უგნელი კი არის, მაგრამ იგი ცალკე იყო. ვისთან ერთად იყო? ვისთან და ჩემ ნათესავის სახლში იყო იქანა ბათუმში. და ეს ბიჭები რა მიზნით გადაიყვანეს აი ამ განყოფილებაში? რამე გამოკითხვის ოქმი თუ არსებობს? არ ვიცი, არაფერი. გაიტაცეს ესე ნიშნავს. ხო, ასე იყო. კი. და აღიარებითი ჩვენება სთხოვდნენ ადამიანს და კედელზე არტყმავინებდნენ თავს. ორი პოლიციელი უსწორდებოდა. კი ბატონო. ვინ იღებდა ორას ამბობს, მესამე ვინ იყო? არ ვიცი, ვერ გეტყვი რა. დოკუმენტებს შორის ჩვენ ვერ მივაკვლეთ ცნობას ან გამოკითხვის ოქმს, რომ პოლიციელებს, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან, სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები დაკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი. ტელეფონის ქურდობის საქმეში იძებნება დაზარალებულის დაკითხვის ოქმი. ეს გარემოება გვიჩენს განცდას, რომ ახალგაზრდებს პოლიციელებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და რადგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, არც კი გამოუკითხავთ. პოლიციის განყოფილებაში, როდესაც გადაიყვანეს სამი პირი, გამოკითხვის რაიმე ოქმი, რაიმე დამადასტურებელი მოწმობა არსებობს იმის, რომ სამართლებრივი ქმედებების შედეგად არსებობს თუ გატაცებული ყავდათ ეს ადამიანები? არსებობს გამოკითხვის ოქმი, მოაწერეს ხელი სამართლებრივად რაიმე აქტებს ამ ადამიანებმა? არ მაქვს ასეთ დეტალებს ინფორმაცია ხარ, არ ვიცი, ეგ საქმე იყო 2022 წელს და იმ საქმეში არის თქვენ შესახებ ინფორმაცია გამოძიება საბახინგავა მიეწოდა? ესეც თქვენი მეგობარი იყო თუ გიორგი მაჩიტიძესთან ერთად იყავით ხოლმე? შეხედე არ ვიცი, ჩვენ ვიყავით დასასვენებლად და ჩამოვედით ჩვეულებრივად, არაფერ უდანაშაულებრივად. თქვენ ერთად იყავით ბატონო და თო? ვიყავით რა, მეგობრები, ედუარდი და თორნიკე. როგორ მოხდით იქ რამე ხელწერილის მოგაწერინეს ხელი? ორი ადამიანი გისწორდებოდათ, ირაკლი და ბექა. ეხა ირაკლი და ბექა ამბობენ რომ ჩვენ არ ყოფილვართ. საქმეში სამი დაზარალებულია, თუმცა რჩება განცდა, რომ იმ დღეს ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი იყო არაერთი მოქალაქე, რომლებზეც ინფორმაციას დაზარალებულები გვაწვდიან. შესაძლოა თუ არა, რომ მათზეც განხორციელდა ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა და ამის ამსახველი ვიდეო მასალა პოლიციელების შიდა ჩატებში გადაიგზავნა. ვინ იღებდა ვიდეოს მითხარით? ადექით გამოიძიეთ თქვენ თუ რამეში გინდათ, რომ ადგეთ და ყველაფერი გაატელევიზოროთ, ადექით და გამოიძიეთ. აი რო ვიციებთ, მე მაინტერესებს. მოთხოვებით გადაგიყვანეს შეხედე ერთი წუთი ჩვენგან ვერაფერს ვერ მიიღეთ. თქვენ ინფორმაცია ვინ მიაწოდა? თქვენ იყავით ამ ტელეფონის გამტაცებელი ბატონო და ერთ ტელეფონზე არ იყოს საქმე. ერთი ტელეფონი შეიძლება ასეთი გარჩევის საგანი გამხდარიყო? ედუარდ ქიშმარაია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მიშკა ჯინჭარაძემ ცემა, ძალადობის დროს 17 წლის იყო. შაბათის ეთერს ისეუბნება, რომ პოლიციის განყოფილებაში მისი დაკითხვის ოქმი არ შედგენილა. მაშინ რა მოტივით გადაიყვანა და რამდენი ახალგაზრდა ცემა იმ დღეს ქობულეთში, ქუთაისიდან ჩასულმა პოლიციელებმა ქიშმარაიამ ზუსტად არ იცის. ედუარდ, მოწმედ იყავი, ხელი მოგაწერინეს რამეზე? არაფერზე? ანუ ესე იგი გატაცებული იყავი, ხო ეგრე გამოდის?
ვინ იყო პირი, ვინც დაზარალებულების ცემის კადრებს უწყვეტად იღებდა? რატომ არ მიეცა ამ დრომდე ის პასუხისგებაში და გადაიღო თუ არა 2 ივლისს პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეების წამების და ღირსების შემლახავი არაერთი ვიდეო. კაბატონო თანამშრომელი იღებს ამას ხვალ ვინ შეუშვებენ ეს არავის ხო? წარმოიდგინეთ, გამოკითხვის ოთახშიც არ არის, ქობულეთის განყოფილების უკანა ოთახში ყავთ. ხმა ხო ესმოდა უამრავ პოლიციელს იმ დღეს ამათი. ხმა მაღალი ხმებით, ორკესი, ედუარდის, გეწაძის. ყველა ერთნაირები არიან, თანამშრომლები არიან. როგორ ახლა უფროსი არის, ისმენლის უფროსი, მან ახდება თავის იმაში. ვინ იყო ის პოლიციელი, რომელიც ძალადობის შესახებ ვიდეოს იღებდა და რატომ არ არის ის ბრალდებულთა სიაში? კაციტაძე კუხალაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე მყოფი პოლიციელები დუმილის უფლებას იყენებენ. ვიდეოს ვინ იღებდა ბატონო? ესეც არ ვიცი. კითხეთ ბატონო ირაკლის ამ ბატონებს. მეოთხეთ უნდა გითხრათ, რომ დუმილის უფლებას როცა იყენებს ბრალდებული, ნიშნავს, რომ იგი არ საუბრობს საერთოდ არაფერი და მათი ტელეფონები არის ეს ჩანაწერები ამოღებული? არა. არც ერთის ტელეფონში არ ჩნდება კითხვა ლოგიკური, რომ არსებობს კიდევ ერთი ადამიანი, ვინც იღებდა ამ ვიდეოს და შემდეგ ავსწრებდა ჩატებში. ან არაერთი ადამიანი. იმიტომ რომ სხვადასხვა ეპიზოდია, სხვადასხვა ოთახია და შესაძლოა სხვადასხვა ადამიანმა გადაიღო. მოდი დავილოდოთ სასამართლოს. შაბათის ეთერის მიერ დაზარალებულების ახლობლების გამოკითხვის მიხედვით თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები თითქმის 9 ახალგაზრდობა, ვინც 2022 წელს ივლისში ქობულეთში იყო, პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს. ვიდეო მასალა, რომელიც ბრალდებულმა კვიცარიძემ შაბათის ეთერს მიაწოდა, მხოლოდ 3 პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ასახავს. ახლა 3 პირი ნოტარიუსში მიიყვანეს და ხელწერილი გააფორმებინეს, რომ პრეტენზიები პოლიციელებთან არ აქვთ. ძველები, რომელთა მაგალითზეც ახლა ახალი თაობა იზრდება, ამბობენ, რომ ხილება აქ არ მოსულა. ჩამშვები გინდა პოლიციელი ჩაგიშვია და გინდა ჟურნალისტი და გინდა მეზობელი. არა, ნოტარიულად გააფორმა აქტი, სადაც წერია, რომ პრეტენზია არ გააჩნია. ეგ მოსულა? ხო, რა თქმა უნდა. რატომ მოსულა? მოსულა რა, ხო ასე არა. ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ნოტარიუსი ვლადიმერ ჭოხონელიძე იყო ის პირი, ვინც 3-ვე დაზარალებულის ნოტარიული აქტი დაამოწმა. ვისი ზეწოლით მოხდა მაღლაფერიძის, ქიშმარიასა და გეწაძის მიყვანა ბიუროში. ნოტარიუსი ამბობს, რომ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების წინაშეა ანგარიშს ვალდებული. ვისთან ერთად მოვიდნენ უშუალოდ პოლიციელების ადვოკატებმა მოიყვანეს და აშინეს ეს დაზარალებულები და ისე მოვიდნენ. 3-ვე დაზარალებული იყო, მაშინ ამის შესახებ მითხარით. ბოდიში მოგითხოთ რა ესე პასუხი მოგეცეთ. აი რომ მასუდეს მაინც ვერ გეტყვით. ყველაზე გახმაურებული საქმეა. პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და არა გეტყვით ვერაფერს ხალბატონო. სუბუქის სასჯელი აქვს მათ შეფარდებული. მე არ ვიცი, მე არ მოსამართლე პროკურორი ვარ, ჩემთან ასე აკეთე და ამაზე თუ კი მოითხოვს ან პროკურატურა ან ვინმე გავწევ მოვიღებ თუ რამე მაგ მომაწოდებ ინფორმაციას და ასე ტელევიზიას ამას ვერ შემივიცემ. შავრდებული IT ტექნოლოგი კვიცარიძე, რომლის ოჯახიც ამტკიცებს, რომ პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენის კიდევ 33 ვიდეო აქვს, საპატიმროში ამ დრომდე არავის გამოუკითხავს. 3 პოლიციელის საქმის განხილვას კი ბათუმის საქალაქო სასამართლო 3 ივლისს 3 საათზე გააგრძელებს.